უშდარეკეს პოლიციაში ნინო გედენძემ შემაყალიბა დაარღვია და პოლიცია მომივარდა სახლში. ძალიან კარგად იცოდა რომ სახლში ბავშვი არ იყო. ვინც დარეკა ანონიმურად თან. არც ტელეფონი დააფიქსირა, იმდენად შეეშიდა თავის აზრით. იმიტომ რომ იცოდა რომ მე ამაზე პასუხისგებას მომვითხოვდი და იმდენად ვირთხა. ხო, ესე იმალება და ისე მომწყარებს მისი ჭკუით. მთელი დღე ლაივი ხმოდა ჩართული და ბავშვის ხმა არის მოდა საერთოდ და ჩემი შვილი იმდენად აქტიურია დააჯინო წყდათ კი რა კედლებზე გადის. ანუ ხალხო, ეს არ შეწყდება. რაცა უნდა TikTok-ი არ ჩავთო. რაცა უნდა გავქრე, ტელეფონი დავლეწო. ესენი არიან ავადმყოფები. ამათ მისდათ რომ დაისახეს რომ მე თავი უნდა მომეკლა, მე დედა ჩემზე გადავიდნენ. ესენი სანამ ამისას არ მიაღწევენ, ესე იქნებიან და მე ამას არ შევუსრულებ. გამორიცხულია და სანამ თავისუფლად ივლიან, ეს ყველაფერი არ დასრულდება. აი ხა მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას, სოციალურს. ანუ რა გავაკეთო, მითხარით? რა გავაკეთო? ქვეყნიდან წავიდე თოთო ბავშვთან ერთად? ქვეყანა დავტოვო? ჩემი სამშობლო დავტოვო? იმის გამო რომ ესენი ავადმყოფები არიან და მოსვენებას არ მაძლევენ? თუ რა სიტყვით, ჩემგან ძალიან მაინტერესებს. ხო ყველაფერს ძალიან კარგად უყურებ. ამ ყველაფერს ვერ უყურებთ? 112-ში ხო დაფიქსირდა სა რაღაციდან დარეკეს. ადექით და მოთხოვეთ პასუხით სრულზალის გულისთვის. იმის გულისთვის რომ ფსიქოლოგიური ტრავმა გავიცადე გულში რომ ამდენი პოლიციელი სახლში შემომივარდა. ანუ როდემდე უნდა იყოს ეს განუკითხავე თუ მანდამაით ვინმე მაგარი პოლიციელის საყვარელი უნდა გავხდე. მე ჩუმად გადავიღო და დავაშატაჟო რომ ვინმე ყურადღება მომაქცევს თუ რა ხდება ამ ქვეყანაში ვერ გავიგე.